შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღება კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვას და მესამე სექტორის დევნას ნიშნავს ოპოზიციისთვის. საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, რომელთა შორისაა საბოტაჟი, ხელისუფლების ოპონენტები აბსურდულს უწოდებენ და უვიზო მიმოსვლის საკითხის შესაძლო გადახედვის ფონზე მმართველ პარტიას ურჩევენ ნაცვლად ამ გადაწყვეტილებისა ევროკავშირის მხრიდან წარდგენილი პირობები შეასრულოს. ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია არასამთავრობო სექტორს ოპოზიციასთან ერთად ქვეყანაში არეულობის მოწყობის კოორდინირებულ მოქმედებებში ადანაშაულებს და მათ სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შემსრულებლად მოიხსენიებს. ჩვენ ძლიერი საქართველოს ლელოს პოლიტიკური გუნდი გმობთ ამ ფაქტს, მესამე სექტორის მიმართ დევნას აღვიქვავთ როგორც საქართველოში დემოკრატიის დასამარების მცდელობას, როგორც მცდელობას, რომ სახელმწიფო ძალაუფლების კონსოლიდაცია ავტორიტარული გზით საბოლოოდ გაფორმდეს ქართული ოცნების პირობებში 4 ოქტომბრის არჩევნებზეც, მათ შორის ბევრმა საქართველოს მოქალაქემ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვატო შაქარაშვილის დასმენის, ბერიას, სტალინის გზა არ არის საქართველოს მომავალი, რომ საქართველო გადარჩება ამ საზიზღარი პრაქტიკების გარეშე. სამთავრობების უდიდესი ნაწილი ზოგიერთ არჩევნებს აკვირდებოდა და დემოკრატიულ სტრუქტურებში რაღაც ზოგს დიდი, ზოგს ნაკლები წვრილი ყოველ შექონდა და არ გვიგულს, რომ არასამთავრობოებს დღეს ყადაღადებთ, შეიძლება მალე მედიებსაც დაედოთ ყადაღა და ქართული ოცნების მიზანი, თვითმიზანი არის ეს არის იმის ნათელი დასტური, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს გვართმევს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და ეს ცდება მხოლოდ ამ საკითხს. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს, რომლის მთავარი დანიშნულება რუსეთის ფედერაციის ინტერესების საქართველოში გატარება, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას. პირბადეების შეძენა ხდება იმ მიზნით კი არა, რომ პირბადეები უნდა გაიკეთო ვინაიდან პოლიცია აგრესიული. სცენარი სხვა რამეს ითვალისწინებდა პოლიციაზე შეტევას, ფიზიკურ დაპირისპირებას, პოლიციის გამოწვევას და ამ ვითარებაში ისეთი შედეგის მიღებას, რომელზეც არც გვიმალავდნენ თავის მოსაზრებას, რომ უნდა მისულიყო სისხლის ღრამდე და შედეგი უნდა ყოფილიყო ვინმეს დაღუპვა. აუცილებლად ეს როგორც იმ სცენარშია გათვალისწინებული, როგორც ეს უკრაინულ მეიდანზე განვითარდა, მაგრამ აქ მარტო პირბადეებზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი ჩაფხუტებზეც, აქ არის ლაპარაკი პიროტექნიკაზე, ლაპარაკი იმ საკითხებზე და იმ რესურსებზე, რომელიც უნდა დაპირისპირებოდა სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. როდესაც ჩვენ პირველად დავაინიცირეთ გამჭვირვალობის ქართული უმარტივესი კანონი, თქვენ კარგად გახსოვთ, რომ მაშინაც ერთ-ერთი არგუმენტი ამ დიდარი NGO-ების მხრიდან, ვინც ისტერიკა ატეხა იმ დროს, იყო ის, რომ ჩვენი განადგურება სურთ და ასე შემდეგ. ხო, გავიდა რამდენი წელი ამ კანონის მიღების შემდეგ და აბსოლუტურად არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ერთადერთი მათთვის, რაც არის რეალური თავის ტკივილი, არის ის, რომ ის შავი ფული, რომელიც ტრიალებდა მათ ხელში და რომელიც იყო აბსოლუტურად უკონტროლო, ამ შემთხვევაში ეს შავი ფული ხდება კონტროლირებადი და შესაბამისად უკვე ისინი ვეღარ მოახმარენ თანხებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.